სინოპტიკოსების მეტეოროლოგიური ვარაუდით კიდევ ერთხელ მოტყუებული მაყურებელი ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კინოსეანსზე ოქროს ჩარდახის ეზოში მაინც შეიკრიბა. ქართული კინოს კვირეული მიხეილ კალატოზიშვილის ჯიმშვანთემ გახსნა. დიდმა იტალიელმა რეჟისორმა ფედერიკო ფელინიმ თქვა, რომ ქართული კინო არის უნიკალური მოვლენა. ენდროლად ღრმა ფილოსოფიური აზრის მქონე და ამასთანავე ბავშვურად სუფთა და მიამიტი. ჩვენ ძნელია 6 დღეში მოგცემა მთელი ქართული კინოს ისტორიის, მაგრამ ვეცადეთ პირველი ნაბიჯი მაინც გადაგვედგა იმისა. ეს ინოვაციური არის, მე მგონი ქუთაისში ქართული კინოს კვირეული ღია ცის ქვეშ. ერთგვარად ცოტა ვიეშმაკეთ კიდევაც ზაფხული, ღამე, სუფთა ჰაერი და კინო. კარგი ხარისხიანი ნამდვილი კლასიკური კინო. და აი კვირეულის გახსნის წინა წუთებში რა მოლოდინი გაქვთ? მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოეწონებათ ეს ფილმი და საერთოდ ის ფილმი, რომლებიც იქნება ნაჩვენები ამ კვირეულში. შემდეგში ალბათ შეზლონგებით მოვლე. აი ძალიან კარგი იქნება. პლედები, შეზლონგები, თბილიტანსაცმელი, ყველაფერი რაც გამოადგებათ იმასაც, რომ თბილა კომფორტულად უყურონ კინოს. აი კინოსეანს დაველოდოთ და მე განვაგრძოთ ჩვენი საუბარი, გამართოთ თუ არა მოლოდინი. რა თქმა უნდა. უამინდობა იყო ფილმშიც და მის გარეთაც. სვანეთზე გადაღებულ მუნჩ ფილმში 1929 წლის ივლისი სეანსის პარალელურად ჩვენი ქალაქის ამინდით ხმოვანდებოდა, მაგრამ მაყურებელი არსად წასულა. ბაშუაგზაზე კინოსეანსი, მაგრამ მე მგონი კარგად დაიწყო და კლაჩუაგზაზე არ გაწყვეტილა, ცოტა დაგვრჩა ძალიან დასამთავრებლად, მაგრამ მე მგონი მართლა კარგად დაიწყო, იმიტომ რომ არავინ არ წასულა. ამინძია დამოკიდებული ჩვენი კვირეული, ხო? ვეცდებით რომ თვალთამინძე არ იყოს ეხლა. აქ არის ქვემოთ კიდევ თაღები, სადაც შეგვიძლია გადავინახოთ, გადახურული იქნება. სასიამოვნო იყო რომ თითქმის ყველა დარჩა და ყველას გული დასწარო შეწყდა და ყველა მოგცვა პირობა რომ ხვალ აუცილებლად და მთელი კვირის განმავლობაში ივლიან სეანსებზე. კინოკვირეული 27 ივლისამდე გასტანს. კინომანებო, თან იქონიეთ პლედების სეანსის საღამოს 10:30-ზე იწყება.